შეეხება აი ამ ივნისის კურსს, ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დიდი ხანია იცით თქვენ ყველანი ხართ შემოქმედებით პროცესში და იცით ეს როგორი პროცესი არის, რომ იქ დაითესება ჯერ რაღაც სამყაროსეული იდეები, შთაგონება, სტიმულები, მერე ეს იზრდება შენს გულში, შენს ენერგიებში ეს იდეები, ეს შთაგონებები, ეს მისწრაფებები და მერე გამოვლინდება, ნელა ფორმებს იღებს და მერე გამოვლინდება ყველა ადამიანის ნიჭისა ტალანტის მიხედვით რაღაც სხვადასხვა რამეებში. ჩემთან მაგალითად ესეთ კურსებში და სიას მედიტაციებში ვლინდება. ბევრი ხანია, აი ძალიან დიდი ხანია მინდოდა სხეულისთვის ხოტბა შემესვა, მემღერა, სამყაროს სიყვარულის სიმღერა სხეულისთვის, იმიტომ რომ სხეული ჩვენ ესე გვასწავლეს ბავშვობიდან და ეხლაც ესეთნაირად მიაჩნია უმრავლესობა ადამიანს, რომ უბრალოდ არის რაღაც გადაადგილების საშუალება, საჭმლის მომნელებელი საშუალება. აი მართლაც აი ამ სისტემასაც აი საჭმლის მომნელებელი სისტემა ქვია. სიამოვნებაში სულ სხვა დანიშნულება აქვს მას და სახელითაც კი ვამცირებთ რა მის სულიერი დანიშნულებას და ვამჟღავნებთ რომ ბევრი რამე არ ვიცით ჩვენი სხეულის შესახებ. და ამ კურსზე ჩვენ გავეცნობით აი ამ ცოდნას სხეულის უმაღლეს სულიერ დანიშნულებას სამყაროში რა ფუნქციას ასრულებს, რა მატრიცებით არის, რა კოდებით არის შექმნილი და სინამდვილეში რას ემსახურება ჩვენი გული, ჩვენი ღვიძლი, ჩვენი თირკმელები, ჩვენი ფილტვები და ესე გინდას კანი, კბილები, თმები და ასე შემდეგ განსხვავებული ცოდნა არის, ვიდრე ჩვენ გვასწავლეს და ვიდრე ვიცოდით, ვიდრე გარშემო გვესმოდა. ამავე დროს ამ კურსზე და ისევე როგორც ნებისმიერ კურსზე ნამდვილად არ გადმოგცემთ, არ გიზიარეთ ისეთ ცოდნას, რომელიც თითქოს დაწერილია და რომელიც თითქოს უნდა დავიმახსოვროთ ან შევისწავლოთ. ეს ცოცხალი ცოდნა იბადება ჩვენში ყოველწამიერად და ეს ჩემშიც ესე არის, ძალიან მცირე ნაწილი არის რაღაც უძველესი ცივილიზაციებიდან, უძველესი ცოდნებიდან მიღებული, მაგრამ მიღებული არის როგორც სტიმული. მას მერე ჩვენს კურსზე ესე გავაკეთებთ, იმედიტირებთ, შევალთ სამყაროს ნაკადში და შენ თვითონ გაგეღვიძება ის ცოდნა, მაგალითად, გაინტერესებს კუჭის სულიერი დანიშნულება, რას ასრულებს სამყაროში, მისი უჯრედები, მისი ერთობლიობა. შენ იმედიტირებ ამაზე და შენ გექნება ეს ცოდნა და რომელიც შეგიძლია მერე გაგვიზიარო, გააზიარო. რასთან არის დაკავშირებული სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რიცხვები, ფერები, პლანეტები, სტიქიები ჩვენ ორგანოებთან გულისხმობ და ძალიან საინტერესოა რაღაც ერთობლივი სამყაროსეული სიმფონია არის, სიმფონია ჟღერს აი ამ ერთობლიობაში და მინდა რომ აი ამ ერთობლიობას ვეზიაროთ კიდევ ერთხელ ამ კურსზე. ვაპირებ რომ იყოს 12 სამკურნალო კურსი არის და რატო ქვია სამკურნალო? ხა სამკურნალო 12 სეანს მედიტაცია, შიგ შევა ყველანაირი ჩვენი ორგანოთა სისტემა დღეს ჩამოვთვლით. აი ამ თითოეული შეხვედრა მიეძღვნება თითო ორგანოთა სისტემას, ცოდნას მის შესახებ სულიერი დანიშნულება რა არის, მაგრამ ეს ცოდნა ისეთი კი არა რომ უბრალოდ გავიგოთ. ჯერ ესეთი უბრალოდ რომ გავიგებთ, ესეც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ შენ გეცოდინება რომ თურმე შენი ხელი უბრალოდ რაღაცა იმისთვის კი არა რაღაცას მოკიდო, არამედ რაღაცა უზარმაზარ დანიშნულებას ასრულებს სამყაროში. შენი გული უბრალოდ რაღაცა ორგანო კი არ არის, რაღაც 4 პარკუჭისგან შემდგარი, რომელიც სისხლს გადაისვრის და შენ საკვებ ნივთიერებებს მოგაწოდის სისხლი, არამედ აბსოლუტურად კიდევ უფრო უმაღლეს რაღაც სულიერ დანიშნულებას ასრულებს სამყაროში და შენ როდესაც ამ ცოდნას მიიღებ და აღივსები აი ამ ცოდნით, იმხედავ შთაგონებას სიცოცხლის სიყვარულია უკვე რაღაც სიამაყეა რომ ესე იგი ამ სხეულს ატარებ შენ ეხლა დედამიწაზე მოხვედი და აი ამ სხეულში ხარ განსხეულებული რამხელა სიმდიდრეა სხვადასხვა არანაირი ცოდნა არ მქონდა სხეულთან დაკავშირებით ადრე მაგრამ აი ეს გრძნობა ყოველთვის მქონდა რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი სიმდიდრე ეს არის ჩვენი სხეული არა ფული არა სახლი არა ვიცი რაც გინდა ვიღოთ ჩვენ რას სიმდიდრედ თვლით აი ეს არის სხეული რო გაგაჩნია ესე იგი შენ უკვე შემოქმედი ხარ რეალობის შემოქმედი უკვე ისეთი სიტყვა გახდა მარტო დედამიწაზე რეალობის შემოქმედი კი არა მთელი სამყაროების დამბადებელი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ აი სხეული გაგაჩნია სხეულს აქვს აი ეს უნარი აი ამ ძალებს ენერგიებს ატარებს და თითო შეხვედრა მიეძღვნება თითო ორგანოთა სისტემას ამ ცოდნის გაზიარებას და
კურნებას, ანუ სეანს მედიტაციას ამ ორგანოთა სისტემის. აი ამ კურნებაში ესე იგი, ეს როგორი სამკურნალო ენერგიებია. ეს კურსი არ არის სწავლება იმისი, რომ როგორ გახდე მკურნალი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ შენ ისწავლი, მაგრამ შენ სწავლობ შენი თავის კურნებას. უამრავი მეთოდები იქნება, ყველა შეხვედრაზე სხვადასხვა მეთოდებს გამოვიყენებთ, გაიგებთ მათ შესახებ, თუ ინიციაცია იქნება მისაღები, ინიციაციასაც მიიღებ, სრული შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ასევე იქნება მარტო ერთი მეთოდი კი არა, გაერთიანება რაღაც სხვადასხვა მეთოდების, ფერები, მუდრები, სიტყვის ძალა, რომელიც ცალკე სამკურნალო მიმართულება სიტყვის ძალა, ეს ნებელობის გამოხატვა და დღეს გავაკეთებთ მაგას, დღევანდელ სეანსში გამოვიყენებთ მაგას, ღეროვანი უჯრედის გააქტიურებას, კუნდალინი რეიკის გააქტიურებას, შინაგანი ცეცხლის გააქტიურებას, შინაგანი ცეცხლი, რომელსაც სხვადასხვა სახელი აქვს ტრადიციებში, კტუმო, ხარა და ასე შემდეგ, პრანული მკურნალობა გამოიყენება ჩვენ სეანს მედიტაციებში, ჩვენს კურსზე, კვანტური გადატანა ნიშნავს, რომ შენი ცნობიერების მდგომარეობით აკეთებ აი ამ კურნების პროცესს. და ტექნიკურად ჩვენი კურსი როგორ აეწყობა? 6 კვირა მიმდინარეობს. კვირაში ორჯერ, 4 შაბათი, საღამოს 8 საათზე, შაბათს მე მგონი იქნება დილის 10 საათზე. კიდევ უფრო ზუსტად მოვიფიქრებ. და გაგრძელდება ალბათ 2 საათი. მინდა გითხრათ, რას ნიშნავს ეს სამკურნალო სეანს მედიტაციები, ანუ ენერგიებს აქ უმრავლესობა ყველა მიცის რა არის ენერგეტიკული სეანსი და გადაცემა და თუ ვინმესთვის ახალი არის, უბრალოდ ჩათვალეთ, რომ ეს არის მედიტაცია მოსახვითი და გრძნობითი, როდესაც იღვიძებს შინაგანი გრძნობა, იგივე ენერგია არის. მე გადმოგცემთ სამკურნალო ენერგიებს ყოველ სეანსზე, კონკრეტულად კურსის მონაწილეებს. ვინც ოსტატი არის აქ სეციური ელექსირის, იცის როგორ გადაიცემა ენერგიები ადამიანის, ასე ვთქვათ, მონაცემების მიხედვით. სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანს გადაცემ მისი კონკრეტული ვიბრაციების შესაბამის ენერგიას აი ამ სეანსში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ სეანს მედიტაციებს გავაკეთებთ ჯგუფურად, იქ გათვალისწინებული იქნება კონკრეტულად შენი ვიბრაციული ხაზი. ანუ აი ამ მედიტაცია ჩვენ ერთად რო ვაკეთებ, შენ იღებ მხოლოდ იმ სიხშირებს, იმ ენერგიებს, იმ ენერგიის იმ სპექტრს, იმ ვიბრაციებს, რომელიც იმ წუთას შენ სხეულს სჭირდება და რომელსაც ჩვენ ვიცით, რომ მარტო არა ვართ, მარტო ადამიანები არ ვარსებობთ, არამედ ძალიან ბევრი სხვა ნათელი არსები გონხოვია გარს, ვინც ჩვენი სულის განვითარებაში მონაწილეობენ და თვითონ ჩვენი სულის ზედა ასპექტებით, განსაკუთრებით და ესეთ სეანსებში ისინი განსაზღვრავენ ხოლმე, რა ჭირდება ახლა ადამიანს. რა გამოცდები უნდა გაიაროს იმისთვის, რომ სულის ენერგიები განვითარდეს, სინათლე მოიმატოს, სიყვარულმა მოიმატოს, რამე ორგანოებში რამე დაზიანება თუა გამოსწორდეს და ეს დაზიანების გამოსწორება იწვევს ენერგიების გამოსწორებასაც და ვიბრაციები ხდება ჰარმონიული. ასეთნაირად ეს სამკურნალო ენერგიები, სამკურნალო სეანსები იქნება კონკრეტულად თქვენთვის. აი კურსი როდესაც დასრულდება, თქვენ ხო კვლავ მოусმენთ თქვენთვის განკუთვნილ აი ამ სეანსებს და მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ სხვას ვერ მოასმენებთ, იმიტომ რომ სხვისთვის არ იქნება, ეს იქნება მხოლოდ თქვენთვის კონკრეტულად. აი ძალიან იქნება დიდი სტიმულები სხვა ადამიანების დახმარებისთვის, როგორ დაეხმაროთ სხვა ადამიანს. როდესაც ჩვენ აი ამ სამკურნალო ენერგიებს ჩვენში განვავითარებთ, ხო? ჩვენ უკვე ვასხივებთ სხვებისთვის კურნების ენერგიას. კურსზე ვისაუბრებთ ჩვენ რას ნიშნავს სხვა ადამიანის დახმარება, როდის უნდა დავეხმაროთ, რა შემთხვევაში უნდა დავეხმაროთ. და ესეც გვეცოდინება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მკურნალობაში, სამკურნალო ენერგიების გადაცემაში, არამედ ცხოვრებისეულადაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვინდა რომ ყოველთვის ვიღაცას დავეხმაროთ, მაგრამ ამას თავისი წესები აქვს, რომ არ დავაზიანოთ ის ადამიანი, მისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ დავაზიანოთ, პატივი ვიცეთ მისი სულის გზას, რა გამოცდილების მიღება უნდა იმას და იქნებ დავეხმაროთ იმაში, რომ ის რაღაც გამოცდილება გაიაროს. ამისთვის ძალიან დიდი
ცოდნა არის საჭირო, მართლაც შინაგან ცოდნაზე გულისხმობ, ინტუიცია საჭირო და ენერგობალანსი ფიქრობ, რომ არ ვიცი, ჩემი კურსები მგონია, რომ არ არის ძვირი და ვერც დავთვლი, იცი, რომ ეს ხო ბიზნესი არ არის, რაღაცა ვერ შეაფასებ როგორც ესეთი და უბრალოდ ინტუიციურად რაც მომდის ხოლმე, ეს არის ახლა ამ კურსის ენერგობალანსი მომივიდა 430 ლარი. და მე ვისურვებდი, რომ ყველას მიეცეს იმის საშუალება, ვისაც სურვილი აქვს კურსზე დასწრების, საჩუქრად მიიღოს სამყაროდან აი ეს სიყვარულის თანხა. და მე ეს თანხები, რასაც ვიღებ აი ეს ენერგობალანსები, ვინც მიცნობს იცის, რომ არ იხარჯება სახლებში და რაღაც ტანსაცმელებში, არ იხარჯება. იხარჯება ისევ და ისევ ჩემს სულიერ განვითარებაში, რაღაც კურსებში, რომელიც ჩემთვის აი მართლა ძვირიანი კურსებია, მართლა ძვირს ვიხდი ხოლმე, რაღაც ისეთი კურსებია და ყოველთვის იდება ეს ჩემი ენერგობალანსი, რაც ჩემთან შემოდის ცხოვრებაში, იდება ისევ და ისევ სულიერ განვითარებაში. ასეთნაირად ყველა ვინც ამ კურსში მონაწილეობს, გარდა იმისა, რომ ჩემგან მიიღებს სამკურნალო ენერგიებს და სულიერი ცოდნის გაზიარებას, სხეულის სულიერი დანიშნულების შესახებ, რაღაც სხვადასხვა მეთოდების, კურნების, თვითკურნების მეთოდების შესახებ, გარდა ამისა, მე მადლიერებით ვაცხადებ, რომ ყველა არის ჩემი, როგორც ესე ვთქვათ, სპონსორი, ჩემივე სულიერი განვითარების სპონსორი და წინასწარ მადლობას ვიხდი ამისათვის. ჩვენი სხეული, ხა სხეულზე რომ ვისაუბროთ, თან მცირე ვისაუბროთ, რომ არ მოგწყინდეს და მცირე მედიტაცია გავაკეთოთ და ესე ცოცხლად მერე ჩახუტებულები დამემშვიდობოთ ერთმანეთს. სამყაროს უზენაესი სიბრძნით ადამიანის სხეული არ არის უბრალოდ მატერია, ეგ არის ღვთაებრივი ტაძარი, კოსმიური მატრიცა. მიკროკოსმოსი, სამყარო რო იყოს მაკროკოსმოსი და ჩვენ მიკროკოსმოსი და სულის მიწიერი გამოვლინება, ანუ ჩვენ ვართ განსხეულება, სხეული არის გამატერიალიზებული სული. და ყოველი ორგანოთა სისტემა ეს არის ხიდი არის ხილულსა და უხილო სამყაროს შორის. უმრავლესობისთვის უკვე ის უხილავი სამყაროს ხილული არის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ესე ვეძახით ჩვენ. ოკულტურად, ოკულტიზმს სიტყვის ხშირად ვახსენებ ამ კურსზე, იმიტომ რომ ეს არ ვიცი ვის როგორ ძალიან ბევრი ტერმინია ისეთი, რაც ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ და მე რასაც ვახსენებ ჩვენს ველში, რასაც ვახსენებ, ყველაფერს ექნება სულიერი თვალსაზრისი, სულიერი საფუძველი ექნება. ოკულტური შეიძლება ვიღაცამ რაღაც სხვა მედიტაცია სიტყვაც კი სხვანაირად ესმით ხოლმე, თითქოს რელიგიასთან დაპირისპირებულია. არა და მედიტაცია ნიშნავს უბრალოდ თვით ჩაღრმავებას, თვით წვრეტას ნიშნავს და მედიტაცია ყველა რელიგიის საფუძველი არის. რელიგიის მიზანი ხო არის განხრთოვება და ღმერთის ცნობიერებაში შესვლა. ეს როგორ უნდა გაკეთდეს თუ არა მედიტაციით. ლოცვას რომ ამბობენ, ლოცვა იგივე მედიტაცია, იმიტომ რომ ლოცვით შედიხარ იმ მდგომარეობაში, განხრთოვებულ მდგომარეობაში და ამიტომ ლოცვაც ეს უკვე მედიტაციაა. და ქრისტიანობაში ყველა მიცის უკვე ისიხაზმე რო არსებობს, ეს იმან უკვე სიტყველი ლოცვა აღარ არის, უბრალოდ სიტყველი ლოცვით იწყება, როგორც მანტრა, ხშირად ბევრს იმეორებენ და ისე რომ მე ეს მანტრაც წყდება, ეს სიტყველი ლოცვაც წყდება და მარტო მდგომარეობა გრძელდება. ასე რომ მედიტაციაც, ოკულტიზმიც, სხვადასხვა ტერმინები სწორად უნდა გავიგოთ რა, სულიერად უნდა გავიგოთ. მისტიკა, ყველაფერი სწორად უნდა გავიგოთ. და ოკულტურად ეს ჩვენ რასაც ვისწავლოთ, ოკულტური ანატომია ქვია. ანუ როცა ჩვენ ორგანოთა სისტემების დანიშნულებას სწავლობ სამყაროში, ამას ქვია ოკულტური ანატომია. მისტიკურ სკოლებში ეს სხეული სამი სულიერ სფეროდ იყოფა, თავი, გულმკერდი და მუცლისგან ქვემოთ. თავი ეს ზეცის სიმბოლო არის, ანუ სამყაროს რო შევადაროთ, თავი ეგ არის გონება, სულიერი სინათლის, ღვთაებრივი იდეების მიმღები და ეს გონება განიხილება როგორც სამყაროსეული ენერგიების ტაძარი, რომელშიც ჩამოდის. გულმკერდი დედამიწის ენერგიების სიმბოლო არის, ეს არის ემოციური და სასიცოცხლო სფერო. აი აქ ხდება ერთმანეთს ზეცა და დედამიწა. აქ ხდება სულიერის და მატერიალურის შეხვედრა და
ჰარმონიული შერწყმი. მუცხვრის ღრუდან ქვემოთ და ქართულ მისტიკაში ქვესკნელს ეძახიან, ქვედა არეს. ეს არის ინსტინქტების და დაბალი ვიბრაციული ენერგიების სფერო არის, მატერიალური ენერგიების სფერო არის. მაგრამ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ დაბალ ვიბრაციულ ენერგიებზე, არასდროს არ ვამბობთ, რომ ეს არის ცუდი ენერგიები. დაბალ ვიბრაციული ენერგიები ნიშნავს, როგორც პიანინოზე, როდესაც უკრავთ, იქ ხო არის დაბალი ოქტავა, მაღალი ოქტავა. რომელი მუსიკოსი იტყვის, რომ აი დაბალი ოქტავა ცუდია და მაღალი ოქტავა კარგი არის. ესევე არის ენერგიებში. დაბალ ვიბრაციული ენერგიები მატერიალური არის, მატერიალურად გამოვლენილი ენერგიებია, მაღალ ვიბრაციული ენერგიები არის უფრო გამოვლენილი და სულიერი პოტენციური ენერგიები. ჩვენი მისია, ადამიანის მისია საოცრება არის დედამიწაზე, ეს არის სულიერი ენერგიების ჩამოტანა დედამიწაზე, გამატერიალიზება, ანუ მაღალი ვიბრაციების დადაბლება, ორივეს ვაკეთებთ და მეორე არის დაბალ ვიბრაციული ენერგიების ამაღლება, ანუ მიწიერი ენერგიების გაზეციურება, გასულიერება. და ეს შეუძლია მარტო ადამიანს და ეს ადამიანს რო შეუძლია, ეს სად ხდება? ადამიანის სხეულში ხდება. ადამიანის სხეული თვითონ ძალიან დიდი ალქიმიური ლაბორატორიაა, სადაც სამყარო ქმნის თავის თავს, ბადებს თავის თავს. მოდით გავიხსენოთ ახლა სკოლიდან ორგანოთა სისტემები არსებობს ჩვენს სხეულში, საყრდენ მამოძრავებელი, ჩონჩხი და კუნთები, გულის სისხლდე სისტემა, გულის სისხლის სისხლები, სასუნთქი სისტემა, ფილტვები და ბრონხები, საჭმლის მომნელებელი სისტემა, არ მიყვარს ეს სახელი, კუჭნაწლავის ტრაქტი, მასთან დაკავშირებული ჯირკვლები, კუჭქვეშაჯირკველი მაგალითად, ღვიძლიანთა და ასე შემდეგ, ნერვული სისტემა, თავის ტვინი, ზურგის ტვინი ნერვები, ენდოკრინული სისტემა, ეგ არის ჰორმონების გამოყოფი ჯირკვლები, ჯირკვლებზე ძალიან ბევრი სეანსი გვაქვს ჩვენ ჩატარებული და ძალიან მიყვარს ხოლმე ჰორმონალურ ჯირკვლებზე მუშაობა, იმიტომ რომ იმდენად ნატიფი არის პრაქტიკულად მეოთხე განზომილების სისტემა არის ადამიანში. გამოყოფი სისტემა, თირკმელების შარდის ბუშტი, სადინრები, რეპროდუქციული ან სასქესო სისტემა, ეს არის გამრავლების ორგანოები, იმუნური და ლიმფური სისტემა. ეს როგორც ორგანიზმის დამცავი ბარიერი და ჩვენი საფარველი სისტემა, კანჩმა, ფრჩხილები. ეს არის ჩვენი ორგანოები. 10 ორგანოთა სისტემა არის, 10-ვეზე გვექნება სეანსი, სწავლება და სეანსი და ორი სეანს მედიტაცია, მე კიდევ გამოჩნდება, რაზე გავაკეთეთ. შესაძლოა ჩაკრებზე გავაკეთოთ, ან შესაძლოა უფრო რაღაც მაღალ თემებზე გავაკეთოთ. ეს მინდა რომ უბრალოდ ოდნავ შევეხოთ, რა თქმა უნდა, კურსზე უფრო სხვად ვისაუბროთ ამაზე და ოდნავ შევეხოთ თითოეულ ორგანოთა სისტემის, რომ ვიცოდეთ რა, აი რაღაც რაზე არის საუბარი, რას ნიშნავს აი ეს სულიერი დანიშნულება რომ ვიძახი. აი საყრდენ მამოძრავებელი სისტემა რო ავიღოთ. სულები მაგალითად. სულები ჩვენ ხო გონია რომ უბრალოდ კუნთები უნდა დამაგრდეს და ჩვენ უნდა გადავაადგილოთ სახსრები, იმიტომ გჭირდება რომ გადავაადგილოთ, კბილები იმიტომ გჭირდება რომ საჭმელი დავუღეჭოთ, ხო ესე ვთვლით და თმა იმიტომ რომ რაღაც რა ვიცი, სიცივისგან დაგვიცავს ალბათ, კიდევ არ ვიცი. მატერიალურად რა მიზნები აქვს ჩვენს იმას საყრდენ მამოძრავებელ სისტემას. სინამდვილეში ძვლებში არის ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია. ყველაფერი რაც სულმა გამოიარო გამოცდილება, ეს გამოცდილება ჩაწერილია როგორც ბიბლიოთეკაში ჩვენ ძვლოვან სტრუქტურაში. ასევე გარდა სულის გამოცდილებებისა, ჩაწერილი არის ჩვენი წინაპრების გამოცდილებები. ამიტომ კბილებზეც ძალიან დიდი ცალკე მიმართულება სულიერი ცოდნის, რომ აი ყოველი კბილი რომელ წინაპართან არის დაკავშირებული და ყოველი კბილის ტკივილი დაუშვათ დაზიანება რას აღნიშნავს, რა აი გვარის ენერგიაში. ხერხემალი ძალიან საინტერესოა, რომ 33 მალისგან შედგება, ეს ხო ძალიან სიმბოლურია. 33 რამდენ ადგილას შეგხვედრიათ 33 ქრისტესადასაკიც არის და ძალიან ბევრ მიმართულებებში, მიმდინარეობებში არის 33 ძალიან სიმბოლური არის. ეს ხერხემალი თვითონ სინათლის არხი არის და სადაც აი ეს კუნდალინის ენერგია რო ადის, ანუ სულიერი დანიშნულება რო ვისაუბროთ, ესე იგი მიწიერი ენერგია ადის, გარდაიქმნება, ტრანსფორმირდება და გასულიერდება. აი ეს ხდება ხერხემლის არხში. კუნთები არის
ნების ყოფის მატერიალიზაცია, სამყაროს ნების მატერიალიზაცია, ქმედების ძალა. ჩვენ რო გქონია რომ აი მე ხლა ეს ჭიქა ვაბდექი და გადავდგი აქ და ვითომ ეს ჩვეულებრივი ფიზიკური მოვლენა იყო. ეს უბრალოდ ჭიქის გადადგმა, ეს უბრალოდ მოქმედება აი უმრავლ სხვა საპასუხო რეაქციებს იწვევს სამყაროში. და ჩვენ რო აი რაც უფრო გაფართოვდება ჩვენი ცნობიერება და უფრო აღიქოს სხვა მაღალი სიხშირის განზომილებებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი ჭიქის აი ესე გადადება, ხელის უბრალო მოძრაობა, აი ეს სხვა განზომილებებში რა ქმედებები არის, რა ენერგო ისინია, რა ენერგო დინებებია, რა ხდება საერთოდ და ნელ-ნელა ჩვენ ვისწავლით არა მარტო აი ამ ფიზიკურ მატერიალურ დედამიწის განზომილებაში ცხოვრებას, არამედ მრავალ განზომილებიან ცხოვრებას. ჩვენ თავს გავაცნობიერებთ, ჩვენ მოქმედებებს გავაცნობიერებთ იმ სხვა განზომილებებში და აი ეს ჩვენი ეს განსაკუთრებით აი სეანსებზე, როდესაც არის ესეთი ხელების მოქმედება, ვისაც აქვს და მე ნამდვილად ვგრძნობ ხოლმე, ეს ნამდვილად აი ნატიფი განზომილებებიდან მოდენილი ენერგიების შედეგად არის რა. აი ეს მოძრაობები არის ენერგეტიკული მოძრაობები, ენერგიების დინებები. რა თქმა უნდა, საყრდენ მოძრაობელი სისტემა ფსიქოლოგიასთანაც კავშირშია, როგორც თქვით, ყველა ორგანოთა სისტემა ფსიქოლოგიასთან კავშირშია. ფსიქოლოგიურად პიროვნულ ღერძს აღნიშნავს და აჩვენებს აი ეს მდგომარეობა, ჩონჩხის დაკუნთების მდგომარეობა აჩვენებს, რამდენად ძლიერი ადამიანი მედეგია, რამდენად დიდი თვითრწმენა აქვს, ზოგადად დარწმუნებულობა, შინაგანი საყრდენი. თუ ადამიანმა დაუშვათ ცხოვრებაში დაკარგა რაღაც ცხოვრების აზრისი დაკარგა, რაღაც ინტერესი დაკარგა, ან შეიძლება ცხოვრებისეულად ერთ-ერთ მაგალითს ვამბობ რა, რა შეიძლება ფსიქოლოგიურად რა შეიძლება გამოიხატოს თვითონ საყრდენ მოძრაობელი სისტემის დაზიანებაში. მაგალითად, მოხრილი ზურგი შეიძლება იყოს იმისი ნიშანი, რომ ადამიანი ძალიან დიდ ტვირთს ატარებს ემოციურად, ან სხვის ტვირთს ატარებს და რომლისგანაც უნდა განთავისუფლდეს. თუ გამართული ხარ წელში და ისე დადიხარ, ეს ენერგეტიკულად აღნიშნავს, რომ შენ სამყაროს ეუბნები, რომ აი მე ძლიერი ვარ და მე ვასრულებ ჩემს მისიას. გულსის საყრდენ სისტემა ეგ არის ღვთიური უპირობო სიყვარულის დინება, მდინარეება არის. გული ცენტრალური მზე არის ჩვენს ორგანიზმში, სადაც დავანებულია უპირობო სიყვარული. ეს არის ჩვენი სულის საცხოვრებელი. სისხლი არის კოსმიური ინფორმაციის გადამტანი. ყველა უჯრედში მიაქვს ღვთაებრივი ნაპერწკალი. და ჩვენ ხო ვამბობთ, რომ საზრდო მიაქვს აკვები, რაღაც რკინის ატომები და რაღაცები მიაქვს, ჟანგბადი მიაქვსო. გარდა მაგისა, კოსმოსთან არის დაკავშირებული. სისხლზე კიდევ ვამბობენ, რომ სისხლის სინამდვილეში ეთერული ის არის ნაკადი ეთერული ენერგია არის და მხოლოდ მაშინ, როდესაც სისხლი ჩვენ საიდან ვიცით, რომ თხევადია, წითელია. მარტო მაშინ, როდესაც სხეულს ვჭრით, ხო? და ესეთი ის არის ცოდნა არის სულიერებაში, რომ რადგანაც სხეული იჭრება, როდესაც ის ჰაერს ეხება, მაშინ ხდება სითხე, თორემ მანამდე ის ეთერული ეს არის ენერგიის ნაკადი არის. ეს ხო ძალიან საინტერესოა და წარმოვიდგინეთ, აი რა სხეული გვაქვს, რა საოცარი წარმონაქმნი არის ეს ჩვენი სხეული, საოცარი ქმნილება არის და რამხელა მისიას ასრულებს რა საერთოდ სამყაროში. ფსიქოლოგიურად კავშირში არის გულსის საყრდენ სისტემა სიცოცხლის სიხარულთან, ემოციურ გახსნილობასთან, მიმღებლობასთან, თანაგრძნობის უნართან. რაც უფრო ბევრი წყენა და ბოღმა აქვს ადამიანს, სიცოცხლე ვიწროვდება მაგ დროს. გული თითქოს იკუმშება და გულის დაავადებები ჭირდება სხვათა შორის. და იმისათვის რომ ეს ღვთაებრივი სიყვარულის დინება აღადგინოს ადამიანმა, საჭიროა ყველა მეჩით რომ პატიება, უპირობო პატრიერება და უპირობო სიყვარულის განვითარება. ჩვენი სასუნთქის სისტემა ეს ფილტვები, брონხები, ფილტვებთან დაკავშირებით, აი სუნთქვა, ქართულში გვაქვს ეგეთი გამოთქვა, სული მოითქვაო. სული მოითქვა რას ნიშნავს? ანუ სუნთქვა არის ჩვენი სულის თქმა. ანუ სუნთქვით ჩვენ ღმერთთან გვაქვს უწყვეტი დიალოგი, სამყაროსთან გვაქვს მუდმივი კავშირი და ენერგოინფორმაციებს ვუცვლით. შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ, რომ ჩასუნთქვაში ვიღებთ აი ამ
მარტო პრანას კი არ ვიღებთ შანგბაძე უკვე აღარ მაქვს საუბარი და ფარზე. აი ენერგეტიკულად ხომ ვიცით რომ თითქოს პრანას ვიღებთ და ენერგიას, მაგრამ გარდა ამისა ინფორმაციას ვიღებთ, კოდებს ვიღებთ. ხოლო ამას ვთქვით, ჩვენ უკვე გავცემთ თელ სამყაროში ჩვენ გამოცდილებას კოდებით გავცემთ რა. ჩვენი სულის გამოცდილება, რაც იმ სუნთქვაში კი არა, იმ ცხოვრებაში, იმ დღეს, იმ ფიქრებში, იმ მედიტაციაში მივიღებთ. და ამავე დროს, როდესაც გავცემთ ამ ტრანსფორმაციულ კოდებს, ხო? ეს ნიშნავს, რომ წარსულისგან, ანუ უკვე რაც გავიარეთ, იმისგან თავისუფლდებით. ესეთი არის იდეალური სუნთქვა, თუ კი ჩვენ ესე გაცნობიერებულად ვისუნთქებთ. და მარტო ადამიანი კი არ სუნთქავს, მთელი სამყარო სუნთქავს. ჩვენ რომ გვეუბნებიან მეცნიერები, რომ ფეთქავს სამყარო, ესე ვიწროვდება, მერე ფართოვდება, ეს ხო არაფერია თუ არა მისი სუნთქვა. ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით სასუნთქი სისტემა გამოხატავს სამყაროს მიმართ ნდობას, ცხოვრებისეული სივრცის კარგად ათვისებას, ასევე უნარს რომ წყენებისგან მალე განთავისუფლდეს ადამიანი. თუ მაგალითებს ვასახელებთ მარტო, შიში და სევდა თუ აქვს ადამიანს, ეს ფილტვების სევდის ორგანო არის. არ უნდა დააგროვოს სევდა ფილტვებში არასდროს, იმიტომ რომ ის დაავადებს მასთან. ეს ამიტომ ყოველდღიურად უნდა ეცადო, რომ ტრანსფორმაცია გააკეთო, გაანთავისუფლო და ამის ბევრი მეთოდი არსებობს. მე ყოველთვის ვაზრებ მედიტაციური გაცნობიერებით, აი ამ ყველაფრის ტრანსფორმაციას და გამონთავისუფლებას ამ ენერგიების, რომ აქ განვითარდეს ისევ ახალი სიცოცხლე და ახალი თავისუფლება. საჭმლის მომნელებელი სისტემას რაც შეეხება, სულიერი დანიშნულება რა არის ახლა ამ საჭმლის მომნელებელი სისტემის. მე ვთვლი, რომ ეს თითქოს ყველაზე მთავარი ორგანოთა სისტემა, იმიტომ რომ აი აქ ხდება ნამდვილი ალქიმია. ეს არის ნამდვილი ალქიმიური ლაბორატორია, სადაც მატერია სულიერდება და გადაიქცევა ენერგიად. კუჭი მაგალითად მიწის სტიქიას მართავს, ღვიძლი სულის ცეცხლის გამოხატულება. და სწორედ აი მიწის სტიქის და ცეცხლის შერწყმა იწვევს უმაღლეს სულიერ პროცესებს. ამას რა თქმა უნდა, კიდევ მე კარგად შევისწავლით, კარგად განვიხილოთ, აღწერთ და დაუახლოვდებით ამ პროცესებს, რომ ვიცოდეთ რა ხდება ჩვენში. ფსიქოლოგიურად საჭმლის მომნელებელი სისტემა დაკავშირებული არის რეალობის მიღებასთან ისეთად, როგორიც არის რეალობა, ანუ განკითხვის გარეშე, ასევე დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ გადავამუშავებთ რაიმე იდეებს, ანუ როგორ მოვინელებთ იდეებს და ემოციებს. და თუ ადამიანს ბევრი აგრესია აქვს, სიტუაციების მიუღებლობა, ეს კუჭზე და ღვიძლზე აისახება. იქ ბლოკები წარმოიქმნება და დაავადებები წარმოიქმნება. ამისგან გამოსავალი ცხოვრებისეული მოქმედებებით, როგორ შეიძლება, უბრალოდ ცხოვრებისეული გაკვეთილების მადლიერებით მიღება. ეს უკვე სულიერი მკურნალობა. ნერვული სისტემა ეს თითქოს არის სინათლის ქსელი, სინათლის ელვარე ძაფები, რომლითაც სული მართავს მატერიალურ სხეულს, სული მართავს რეალობას. თითქოს ნერვული ბოჭკოები ეს არის ანტენები, რომლებიც კოსმიურ იდეებს დაიჭერენ და მერე გამოატარებენ ზურგის ტვინში და ის მთელ სხეულში გამოატარებს. აი ამ პროცესს ჩვენ გავდივართ ყოველწამიერად, თუ კი ვიქნებით გახსნილები და მიმართულები აი ამ სამყაროს უმაღლესი ვიბრაციებისადმი. ფსიქოლოგიურად ნერვული სისტემა დაკავშირებული არის რეალობის აღქმასთან, როგორ რეაგირებთ ჩვენ, რაზე ვაზროვნებთ, როგორ ვაზროვნებთ, როგორ გვაქვს თუ არა ფსიქიკური წონასწორობა. თუ ადამიანს ბევრი ქაოტური ფიქრები აქვს, ბევრი შფოთვა აქვს, არატრანსფორმირებული დაგროვილი, ეს ნერვული ქსელი ზიანდება, იწვება რაღაც უჯრედები და დაავადებები ჩნდება. გამოსავალი ცხოვრებისეულად ეს არის მედიტაცია, მდგომარეობა, სიჩუმე, ბუნებასთან შერწყმა. როდესაც შენ ნერვულ სისტემას გადააწყობ ფაებრივ სიხშირეზე, მომართავ თითქოს.
და ეს სიჩუმე ყოველდღიურად არის საჭირო მართლაც. აი, სიჩუმე უბრალოდ მეტყველებისგან გაჩუმებას არ ნიშნავს. სიჩუმე ნიშნავს ყველაფრის გაჩუმებას, ელექტრობის გაჩუმებას, ურთიერთობების გაჩუმებას, აი ამ ხელოვნური სინათლის გაჩუმებას, ინფორმაციების გაჩუმებას ნიშნავს. მართალია, დავუშვათ 15 წუთი 9 საათი არ არის საკმარისი სრულ მდგომარეობაში შესვლისათვის, მაგრამ გემო რო გაუგოს ადამიანი და თუ კი დღეში რამდენჯერმე გავაკეთებს აი ამ თუმარების პროცესს, ხო, მაგ შემთხვევაში ეს გროვდება შედეგები და მერე ადამიანი სხვანაირი ხდება, უკვე რაღაც შინაგანი სამყარო ჩნდება ასეთ ადამიანში. მისი მოქმედებები აღარ არის მარტო გარეგნული, არამედ აი ამ შინაგანი სიმშვიდიდან მომდინარეობს. შემდეგი სისტემა, ენდოკრინული სისტემა, ეს არის ჯირკვლები, სისტემა, ისეთი თითქოს ინსტრუმენტია, სადაც სამყარო სული თავის ჰარმონიულ სიმფონიას უკრავს. და ყველა ჯირკვალს თავის დანიშნულება აქვს, მაგალითად ეს მესამე თვალი, ეს ხო ნამდვილი ჯირკვალია, ეს მესამე თვალი, ხო უბრალოდ რაღაც ენერგეტიკული გამონაგონი არ არის. ეს სულიერი ხედვის ორგანო მთელ სამყაროებს ხედავ და განზომილებებს ხედავ. ფარისებრი ჯირკვალი არის შემოქმედების და სიტყვის ძალის ცენტრი. სიტყვის ძალა ჩვენთან დადაბლებულია მნიშვნელობა სიტყვების, იმდეს ვლაპარაკობთ მართლაც ჩვენ სიტყვებს ნამდვილად ძალა ძალიან ცოტა აქვს, მაგრამ თუ ადამიანი ისწავლის სიტყვები ისე თქვას, რომ იმაში უზარმაზარი სულიერი ძალა ჩადოს, მაგ შემთხვევაში სიტყვა არის შემოქმედების ინსტრუმენტი, რეალობების, სამყაროების დაბადების ინსტრუმენტი და ვიცით ჩვენი სამყარო როგორ შეიქმნა და სწორედ სიტყვის ძალით რომ შეიქმნა. ფსიქოლოგიურად ჩვენი ჯირკვლები ჩვენს შინაგან განწყობილებას განსაზღვრავენ, შინაგან რითმებს განსაზღვრავენ, შეიძლება შემოქმედებითი ექსტაზი დაგიბადონ, შეიძლება სევდა და დარდი დაგიბადონ. ეს ყველაფერი თვითონ ამ ჯირკვლებიდან გამომდინარეა. ჩვენ რო გონია რომ ცუდ ხასიათზე ვარ, კარგ ხასიათზე ვარ, ეს უბრალოდ არ ხდება. ყველაფერს, რასაც ჩვენ განვიჭით, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, აზრებსაც კი აქვს თავისი მატერიალური საფუძველი ჩვენს სხეულში. მაგალითად ეს რამ შეიძლება დააზიანოს ეს ჯირკვლები ფარისებრ ჯირკვალზე რო ვთქვათ, თუ შენ რაღაც ტალანტები გაქვს, ნიჭები გაქვს და არ გამოხატავ აი ამ ტალანტებს შემოქმედებაში არ აზიარებ, ყოველდღიურად რამეს არ აკეთებ, ამან შეიძლება დაგიზიანოს ფარისებრი ჯირკვალი. ეს არის ისეთი ადგილი, საიდან შემოქმედება უნდა გამოუშვა. და თქვენ იცით, რომ დღევანდელ პერიოდში ძალიან ბევრ ქალს ამოჭრილი აქვს ფარისებრი ჯირკვალი. ამოჭრილი აქვს, იმიტომ რომ პრობლემა ქონდა, მივიდნენ ექიმთან, ქირურგმა მოთხრა, თქვენზე უნდა მოიჭრა აუცილებლად. ჩვენ ფაქტიურად ფარისებრი ჯირკვლით რომ ვიჭრით, მოვიშორეთ ჩვენი ახალი განზომილების ორგანო, საიდანაც ჩვენ ეს უნდა გამოგვევლინა, ჩვენი ახალი ცნობიერება, ახალი განზომილების შემოქმედება და ყველას გთხოვთ, რომ თუ რაიმენს გაწყვეტ ფარისებრი ჯირკვალი, ყველანაირი სხვა მეთოდი მოძებნოთ, გარდა ქირურგიისა და გარდა ამოჭრისა. ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას წოს სიმართლის თქმა, სიყვარულით შემოქმედება, როდესაც უკვე გრძნობს შენს შინაგან სიმფონიას და ვლინდები ჰარმონიულად. გამოყოფის სისტემა ეს არის გაკეთეთ ქირკმალები. ქირკმალებში ცნობილი არის, რომ ინახება სასიცოცხლო ენერგია და წინაპართა გენეტიკური ენერგია. ქირკმალების მისია, სულიერი დანიშნულება ეს არის, რომ სულის ძველი წარსული გამოცდილებებისგან განთავისუფლდეს, რაც უკვე თავისი როლი შეასრულა და აღარ ჭირდება მას მომავალში. ფსიქოლოგიურად დაკავშირებული არის წყენებთან, ტოქსიურ ფიქრებთან, შიშებთან. თუ ადამიანი არ თავისუფლდება აი ამ ნეგატიური მდგომარეობებისგან, ქირკმალებში ხდება ამათი დაგროვება. განსაკუთრებით შიშები.
ფიშები ურტყავს პირველ რიგში თვითმფრინავს. და შიშგან განთავისუფლება ცხოვრებისაულად ეს არის მინდობა ცხოვრებაზე. არსულზე მიჯაჭვულობისგან განთავისუფლება და ახალი ხედვებით ცხოვრება, ესე თავისუფლად ცხოვრება. რეპროდუქციული სისტემა, ჩვენი გამრავლების სისტემა, რომელიც ჩვენს სხეულში არის, სულიერად ვინც იყო პირველ იმაზე ჩვენ შეხვედრაზე სფეროში, იქ ვილაპარაკეთ ჩვენ სიგნალებზე, წყუდიადზე, საიდანაც სინათლე იბადება. სიგნალებზე, რომელიც ყოვლის საწყისზე, აბსოლუტურ საწყისზე და აი ეს სწორედ ქალის საშუალოსნო, აი ეს არის კოსმიური იმ წყუდიადს, აბსოლუტურ წყუდიადს, საიდანაც სინათლე იბადება და სამყარო იბადება, ეძახიან საშუალოსნოს. და ეს საშუალოსნო წარმოიდგინეთ არის ქალის ორგანიზმში უკვე. სწორედ აი ქალის საშუალოსნო არის იმისი ანალოგი, აი ქალის საშუალოსნოდან იბადებიან ენერგეტიკულად და სულიერად სხვადასხვა განზომილებები და სხვადასხვა სამყაროები. თითქოს არაფრისგან იბადება ახალი სიცოცხლე. ამ დროს მამაკაცის საწყისი წარმოადგენს იმ იმპულსს, სულის იმპულსს, იმ სტიმულს, რომელიც ეძლევა ეს ხო პოტენცია წყუდიადი, ხო თავისით არ ანათებს, იმას სტიმული და ძალა ჭირდება. სწორედ ეს არის მამაკაცის საწყისი, რომელიც ამ მიძინებულს ამ წყუდიადს აღვიძებს და სინათლედ გადააქცევს. ფსიქოლოგიურად ჩვენი გამრავლების სისტემა დაკავშირებული არის სექსუალობასთან და აი ამ სექსუალური ენერგიის შემოქმედებით ენერგიაში გადაქცევასთან არის დაკავშირებული. ანუ სინამდვილეში ჩვენი სექსუალური ენერგია ეს არის შემოქმედებითი პოტენციალი. კი, ადამიანის დასაბადებლად არის, მაგრამ თვეში ერთხელ და წელიწადში ერთხელ ხო არ ვბადებთ ამ ადამიანს, რამდენიმე ადამიანს ვბადებთ ცხოვრებაში და დანარჩენ დროს ეს სექსუალური ჩვენი ენერგია სინამდვილეში არის სამყაროსეული შემოქმედების ენერგია. და აი მედიტაციებში, სულიერ განვითარებაში, პრაქტიკებში ხდება სწორედ აი ეს პროცესი. რამ შეიძლება ჩვენი გამრავლების ორგანოებს ზიანი მიაყენოს ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად, ეს არის ის მაგალითად დანაშაულის გრძნობები აი ამ სექსუალურ ენერგიასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში იბლოკება, თვითონ შემოქმედება იბლოკება და არა მარტო შემოქმედება, არამედ ბარაკა იბლოკება, იმიტომ სწორედ ამ ენერგიასთან არის დაკავშირებული ჩვენი ეს ბარაკის არხსაც ვერ ვიტყვი, აი სფერო, წრე, რამდენად არის გახსნილი, რამდენად შემოდის ეს ენერგია. როდესაც ეს სექსუალური ენერგია კარგად გადამუშავდება ჩვენს ცენტრებში, შემოქმედებით ენერგია, ცული ენერგიად გადამუშავდება, ტრანსფორმირდება, ამ შემთხვევაში გახსნილია ყველა ჩვენი ცენტრი და ეს სამყაროსეული ბარაკაც ვლინდება ჩვენ ცხოვრებაში თავისუფლად. ეხლა გარდა ორგანოთა სისტემებისა, რაც ჩამოთვალეთ, რომ შევეხეთ თვითონ ცალ-ცალკე ორგანოებსაც ძალიან დიდი დანიშნულება აქვს. გული, ეხლა თქვენ იცით, რომ უმთავრესი ორგანო არის ჩვენ სხეულში, ეს სულიერი მზის ანალოგი არის, სიყვარულის, სიხარულის, უმაღლესი ინტელექტის, ინტუიციის ცენტრი. ფრაქტალურად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გული აი არ შემოისაზღვრება მარტო აი აქ ჩვენი გულმკერდით, არამედ გული არის ფრაქტალურად უსაზღვროდ გავრცელებული. მთელ სამყაროში არის გავრცელებული. ჩვენი გული მოიცავს ყველა ადამიანის, ყველა სამყაროს გულს. და ეხლა თუ რასაც ვლაპარაკობთ, ეხლა გულზე ვლაპარაკობ და თუ რაღაც თქვენ გულს ყურადღებას მიაქცევთ, ნახავთ, აი რამხელა სიხარული იბადება ეხლა გულში და ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი არის, ცნობიერი არის, ყველა ორგანო ცნობიერი არის და ყველასთან შეგიძლია, რომ ურთიერთობა დაამყარო, ის უჯრედებთან დაამყარო. რაღაც ესაუბრო, გზნობების ენაზე ესაუბრო და ისინი გზნობებით პასუხობენ. და ხო, გულში არის, ესე იგი, ეხლა მეცნიერებიც ამბობენ, რომ არ ვიცი გამოიკვლიეს თუ მანამდე იცოდნენ, რომ გულში არის მეორე ტვინს ეძახიან, იმიტომ რომ უფრო მეტი ნერვული უჯრედებია პროცენტულად, ვიდრე თავის ტვინში. თქვენ წარმოვიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, რომ გული ფიქრობს, გულში შეგიძლია იფიქრო შენ რამეზე, ან რამის შეცნობა თუ გინდა, რამის განსაზღვრა თუ გინდა,
განშეთვინო ყველაფერი აი გულში შეგიძლია მოახდინო და იმიტომ ვიცახით აი ქართველებს კარგი სიტყვები გვაქვს გულის გონება ანუ გულში შედიხარ მედიტაციურად თუ რამეზე გაქვს რაღაც პრობლემა მოსაფიქრებელია რაღაც იდეები გამოსავლენები გულში აკეთებ აი ამ ყველაფერს და ზოგადად ადამიანის ორგანოები კულტური ცოდნით კოსმიური ძალების მიმღებებია ენერგიების და თითოეული ორგანო რეზონირებს თითოეულ ორგანოს თავისი ვიბრაცია გააჩნია, თავისი ხშირი გააჩნია. ასევე რეზონირებს კონკრეტულ პლანეტებთან ან ელემენტებთან, მაგალითად გული მზესთან არის დაკავშირებული, თირკმელები ვენერასთან, წყალთან და ასე შემდეგ. და ჩვენი დანიშნულება როგორც ადამიანის რა არის, რომ ამ ორგანოების მეშვეობით ჩვენ ეს დაბალი ენერგიები, ანუ ცუდად არ ვამბობ, დაბალი სიხშირის ენერგიები ინსტინქტები, რომელიც ჩვენ მოგვეცა აი ამ სხეულის ქვედა ენერგიებში, მაღალ ენერგიებად სიყვარულად, სიბრძნედ გადავაქციოთ. და აი სწორედ აი ამ პროცესით ჩვენ ვხდებით სამყაროს ალქიმიკოსები, სამყაროს ცნობიერი თანაშემოქმედები. თქვენი ორგანოები სულიერი გენერატორები არიან, რომლებიც გამოიმუშავებენ მათთვის, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ ენერგიებს. გვიზლზე, რომლის სეანსის და მედიტაციას დღეს უნდა შევასრულოთ, ვიტყოდი, რომ ის შინაგანი ალქიმიკოსი არის, მეტაფიზიკური თვალსაზრისით ის ასრულებს გვიზლს ეძახიან ალქიმიურ ლაბორატორიას. ის იღებს უხეშ მატერიას, დაბალვიბრაციულ მატერიას, ემოციები იქნება, ინსტინქტები იქნება, თუ საკვები იქნება და გარდაქმნის მას ნატიფ ენერგიად, გარდაქმნის სისხლად, გარდაქმნის სასიცოცხლო ძალად, მაღალვიბრაციულ სულიერ ენერგიად. აი ამ მაღალვიბრაციულ სულიერ ენერგიებს თავისი ტერმინოლოგიური სახელი არ აქვს, არ გვაქვს ჩვენ ადამიანურ ცოდნაში ეს ტერმინოლოგია, მაგრამ უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს არის მაღალვიბრაციული სინათლე, რომელთაც არსებობს სული და რომელთაც არსებობს მთელი სამყარო. ალქიმიაში გვიძლი სისხლის წარმოქმნასთან ასოცირდება. 10 მაისს ვიწყებთ. ეს იქნება 12 სამკურნალო სეანს მედიტაცია, მიეძღვნება, ეხლა რო ვისაუბრეთ, ორგანოთა სისტემებს, მათ სულიერ დანიშნულებას, უფრო ცვლად, ენერგეტიკულ დანიშნულებას შევისწავლით, ვიმედიტირებთ მათზე. გვეცოდინება როგორ გამოვიყენოთ, როგორ ვიურთიერთოთ, გვეცოდინება სამყაროში რა ფუნქციას ვასრულებთ ჩვენი ამ ორგანოებით ან ორგანოთა სისტემებით. კურნალობაში, სამკურნალო სეანსში გამოყენებული იქნება, ჩემ მხრიდან იქნება რა თქმა უნდა ენერგიები გადმოცემული, ასევე თქვენ შეისწავლით ყველა შეხვედრაზე თვითკურნების სხვადასხვა მეთოდებს. და ყველა იმაში, ყველა მედიტაციაში, ყველა სეანსში იქნება ისინი გამოყენებული სხვადასხვა. ამდა გაერთიანებული რამდენიმე მეთოდი იქნება გაერთიანებული. ძალიან პრაქტიკული, თეორიული ცოდნაც იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თეორიული ცოდნა უბრალოდ დასამახსოვრებელი არ არის არასდროს ვაზიარებ ეგეთ ცოდნას, მე თვითონ მიყვარს ძალიან მალე ვივიწყებ ხოლმე, რომელსაც არ აქვს, რომელიც არის თამაგონებს, ამ ცოდნამ ჩვენ სიცოცხლის სტიმული უნდა მოგცეს. ჩვენი თავი, ჩვენი არსებობა სრულიად სხვა თვალით უნდა დაგვანახოს. ჩვენ რომ მე ამ ცოდნით მიწაზე ნაბიჯს გადავდგავთ, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში სხვადასხვა სამყაროებში ვაკეთებთ ამას, სხვადასხვა სამყაროებში ვაბიჯებთ და სხვადასხვა სამყაროებში, სხვადასხვა განზომილებებში რაღაც რეალობებს ვბადებთ, უბრალოდ იმით, რომ ნაბიჯი გადავდგით, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სიტყვა ვთქვით, ან რომ სუნთქავთ, ჩვენ სამყაროს არსებობაში მონაწილეობთ აი ამ სუნთქვით და აი ესეთი პროცესი, რომ უკეთ თქვენ სულიერ არს ფეზია. კვირაში ორჯერ იქნება შოვრენა 4 შაბათს და შაბათს 4 შაბათს საღამოს 8 საათზე, შაბათს დილის 10 საათზე. მოდით გავიხსენოთ. არის მითი, პრომეთეს მითი არის და არის ამირანის მითი, რომელიც ერთმანეთს გავს, ხო გახსოვთ? ეხლა ჩვენ მოდით ამირანის მითზე ვისაუბროთ, ცოტა განსხვავებული არის, ჩემი აზრით განსხვავებულია პრომეთესგან, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსით გავს. ამირანის მითი უძველესი იბერიულ-კავკასიური მისტერიების ნაწილი არის და ეს უბრალოდ მეამბოხე ტიტანი არ არის, როგორც პრომეთე იყო, არამედ ამირანი გავიხსენეთ, რომ მზის ღვთაების შვილია, მზის შვილია. ჩვენ ხო ასოცირდებით ამირანთან. ჩვენს მზის შვილები ვართ, მზის ღვთაების ნაყოფები, ნაკადები ვართ.
ნათლისა და ცეცხლის მატარებელი ღმერთის გამოვლინებები ვართ. ეხლა რას ნიშნავს, რომ იქ კლდეზე რო არის მიჯაჭვული და ღვიძლს რო კორტნის ისა არწევი. ღვიძლს, აი რატო სხვა ორგანოს არ აქვს? მანდა მაინც ღვიძლს, იმიტომ რომ ეს ღვიძლი არის აი ეს თვითონ ეს პროცესი, რაც იქ აღწერილია, მთელი ეს მითი, ის რომ კორტნის უჭამს ღვიძლს და მერე ყოველ ღამე ეს ღვიძლი მაინც აღდგება. ეს არის სწორედ სულის მარადიული ალქიმიური ტრანსფორმაციის პროცესი, ამით ნაჩვენები. ღვიძლზე ეხლა მეცნიერებმა იციან და ექიმებმაც იციან, რომ ისეთი ორგანო არის, ერთადერთი ორგანო, რომელიც აღდგება, ანუ პატარა ნაწილიც რო იყოს, სხვა ორგანოები არა, მაგრამ პატარა ორგანოც რო იყოს, ის გაიზრდება და ისევ მთელი ღვიძლი აღდგება. ხო და აი ამ იმაშიც ჩვენს მითშიც თითქოს ეს სამედიცინო ცოდნა არის ჩადებული. და ღვიძლი უბრალოდ ეს, რა თქმა უნდა, მითში უბრალოდ ორგანო არ არის რა, ეს არის, როგორც ვთქვით, ლაბორატორია, ალქიმიური ლაბორატორია, სადაც სული გამომუშავდება მარადიულად. ღვიძლის შეჭმა ნიშნავს დაბალ ვიბრაციული ენერგიების შეჭმას, ინსტინქტების, ნეგატიური მდგომარეობების შეჭმას, ტრანსფორმაციას და მისი განახლება ნიშნავს სულის განახლებას, სულიერი ენერგიების გამომუშავებას, დაბადებას. ღვიძლი თვითონ ყველა ორგანო რომელ ნეგატიურ ემოციებთან არის დაკავშირებული, ეს ამას კურსზე კი ვისაუბრებ და ეხლა ღვიძლზე ვთქვათ, რომ ღვიძლში გროვდება ჩვენი სიბრაზე, ჩვენი მრისხანება და ეს თან, იმიტომ რომ ღვიძლი თვითონ ცეცხლოვანი სტიქიის ორგანო არის. ეხლა ამას იმიტომ ვსაუბრობ თან, რომ მედიტაციას რო გავაკეთებთ, ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. რას ვაკეთებთ ამ მედიტაციაში? აი ეს ცეცხლი თვითონ, ოღონდ ეს კოსმიური ცეცხლი არის. თუ ბევრი არის, მაშინ სიბრაზე იმატებს. ან პირიქით, თუ სიბრაზე დავაგროვეთ ბევრი, მაშინ ცეცხლი იმატებს ღვიძლში და მისი დაავადება, ღვიძლის დაავადებაც იმატებს. ასევე მინდა ვიცოდეთ, რომ ღვიძლის ენერგეტიკული ფერი ეს არის ზურმუხტისფერი მწვანე მედიტაციაში, აი ამ ფერსაც გამოვიყენებთ. ამ მედიტაციაში ღვიძლიდან ჩვენ მრისხანების ცეცხლს გამოვდევნით, ღვთაებრივ სითბოდ გადავაქცევთ, მოახდენთ ღვიძლის გაწმენდას, ეხლა დღევანდელ მედიტაციაში განკურნებას, განახლებას, გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ მცირე მედიტაციაა და ღვიძლთან ერთად ყველა ემოცია, ყველა ნეგატიური მდგომარეობა, რაც არის მასთან დაკავშირებული, ფსიქიკური მდგომარეობები, ისინიც გაიწმინდება და ამაღლდება ვიბრაციულად. ამ მედიტაციაში ჩვენ გამოვიყენებთ გრძნობით წარმოსახვას, ღეროვანი უჯრედსაც გავააქტიურებთ და მთავარი კიდევ სიტყვა ნებელობის ძალას, როდესაც სიტყვით შენ დაბადებ რეალობას, შენ სხეულში, შენ გარშემო. სიტყვით ჩვენ უკვე ბევრს აქვს გაკეთებული სიტყვიერი რაღაც აფირმაციები, რომ დაემოხდეს ეს, მაგრამ სიტყვით მოხმობაც არსებობს, შენ უხმობ ენერგიებს, შენ უხმობ პროცესს, შენ უხმობ მოვლენას და აი ესეც შეგვიძლია რომ ყოველდღიურობაში გამოვიყენოთ, აი სიტყვის ხელოვნება, სიტყვის ნებელობის ხელოვნება. ზურმუხტისფერზე ვთქვით, რომ ეს არის ღვიძლის ენერგიის გამწმენდი და აღდგენა. და კომფორტულად მოთავსდით. შვით მოდუნდით. თქვენ არაფერი აღარ გევალებათ. თქვენი შინაგანი ენერგიები, თქვენი შინაგანი ნებელობა გააკეთებს სხვა ფერს. ზურგი იყოს ბუნებრივად აღმართული, რათა სინათლემ ხერხემლის სვეტში თავისუფლად გაიაროს ასამაგრებლად. ნაზად დახუჭე თვალები და შედი შენ შინაგან სულიერ
ალქიმიურ ლაბორატორიაში. შეიძლება შენი ხელები დაადო ღვიძლს მარჯვენა უკან მარცხენა წინ, ან როგორც შენ გესიამოვნებ. ან უბრალოდ წარმოიდგინო, რომ თითქოს ხელები კიდევს. ან იქნებ მათ შორი ახლოს. იფიქრე შენს ღვიძლზე, როგორც შენს ძვირფას შინაგან ალქიმიკოსზე. შეიგრძენი მისი სითბო და სიბრძნე. შეიგრძენი მასთან სულიერი კონტაქტი. დაისუნთქე ნელა და ღრმად. ყოველ ჩასუნთქვაზე სამყაროდან შენში შემოდის ოქროსფერი, 7 კოსმიური ნათება. ყოველ სუნთქვაზე იგრძენი და წარმოსახე სხეულიდან თითქოს შავი კვამლივით უშვებ ყველა სიმძიმეს, დაძაბულობას, ფოთვას, სიბრაზეს, მრისხანებას. დაისუნთქე ოქროსფერი. ამოისუნთქე შავი. დაისუნთქე სიმსუბუქე. ამოისუნთქე სიმძიმე. მიმართე შენი მთელი სიყვარული და ყურადღება შენს ღვიძლში. უთხარ იმას, მე აქ ვარ, მე გხედავ, მე მესმის შენი და მართლაც გაიგონე, შეიგრძენი მისი ვიბრაციები, მისი მელოდია. შეიგრძენი შენს ნერვულ უჯრედებში. შეიგრძენი მისი ბგერები როგორ ერწყმის მთლიანად შენი სხეულის სიმფონიას. შენი ხელებიდან ოქროსფერი მზის სხივები გამოდის. ისინი აღწევენ ღვიძლის სიღრმეში. ეს სინათლე ავსებს ღვიძლის თითოეულ უჯრედს. ჩაიხედე შენი ღვიძლის სიღრმეში და დაინახე იქ დაგროვილი მუქი, წითელი ან შავი ალმური. ეს არის შენი ჩახშობილი ბრასი. ეს არის მომენტები, როცა შენ გაბრაზდი და არ თქვი რამე.
როცა გეწყინა და დაითმინე, როცა სამყაროს უსამართლობამ სული აგიფორიაქა და ეს ენერგია შხამად გადაიქცა. ახლა გამოაცხადე შენი ღვთიური ნებელ. მე ვარ მზეობა. მე ვარ მკვიდრი ან ტაძრის, რომელსაც ჩემი სხეული ჰქვია. ახლა მივმართავ ჩემს ღვიძლს, ჩემ შინაგან მზეს, სიცხლის გამწმენს და სულის დამცველს. მე ვარ განწმენდელი ყოველი უხეში ვიბრაციის. შემოდი ჩემში ოქროსფერო ნათელო და შეაღწიე ჩემს ღვიძლში. დაწვი ბრაზი, რომელიც სიმძიმედ დამიგროვდა. დაწვი შიში, რომელიც სიმწარედ შემეპარა. გამორეცხე ყოველი ტოქსინი, ფიქრი თუ ემოცია, რომელიც ჩემს სულიერ ზრდას აფერხებს. იყავი კონტაქტში შენს ღვიძლთან, იგრძენი პროცესები, რომელსაც შენ შენი ნებელობით აქტიურებ. მოუხმე გრძნობებში, გაიხსენე სულიერად, გამოიწვიე, გააქტიურე მზისეული საწყისი ენერგია, წმინდა მაცოცხლებელი ცეცხლი. აინახე იგრძენი, როგორ ეშვება კოსმოსიდან კაშკაშა, ოქროსფერ, ზურმუხტისფერი, ცეცხლოვანი ნაკადი პირდაპირ შენს ღვიძლში. ეს ცეცხლი არ წვავს ორგანოს. იგი შთანთქავს და ფერფლად აქცევს ძველ წყენებს, აგრესიას, კრიტიკას, გარე სამყაროს მიუღებლობას. დაუთხარი შენს საკუთარ თავს. მე ვანთავისუფლებ ყველას ჩემი განკითხვისგან. მე ვპატიობ მათ, ვინც ვერ გამიგო. მე თავისუფალი ვარ ბრაზისგან. იგრძენი თანდათან, როგორ მსუბუქდება შენი მარჯვენა მხარე. როგორ ქრება სიმძიმის, ქვასავით დაწოლის შეგრძნება. იგრძენი ღვიძლის განათება, გამჭვირვალობა, გახარება, განახლება, განორჩება, გაახალგაზრდავება. ახალი სიცოცხლის ენერგიებით ავსება. გამოაცხადე, მე ვარ სიმამაცე და სიმტკიცე. ჩემი ღვიძლი ივსება ზურმუხტისფერი მწვანე ნათებით, გაზაფხულის ძალით.
ჩემი სასიცოცხლო ძალა განახლდება მარადიულად კოსმიური ალქიმიით. იხსნი ყოველგვარ წყენას, ვანთავისუფლებ ყოველგვარ დაგუბებულ ენერგიას. დაიწვა ბრაზის შხამი, ღვიძლი განთავისუფლდა და შეგიძლია ახლა აავსო ის ნატიფი ენერგიებით. მიმართე ყურადღება მესამე თვალში წარბებს შორის და იქ შიგნით გააღვიძე შენი ღვთიური ღეროვანი უჯრედი, რომელიც ანათებს გრილი ოქროსფერ ზურმუხტისფერი ნეონის შუქით. ეს არის ქალური საწყისის კურნების ზიური ენერგია. დაინახე, როგორ გადმოედინება მესამე თვალიდან ეს თხევადი მანათობელი ნექტარი. ნელა ჩაედინება სხეულში, აღწევს მარჯვენა ნეკქვეშა ყარეს და მთლიანად გარს ეხლება ღვიძლს. ეს გრილი ზურმუხტისფერი სითხე ჟონავს ღვიძლის თითოეულ უჯრედში. აქრობს ყოველგვარ ანთებას, ასუფთავებს ორგანოს ყოველგვარი ტოქსინისგან. ღვთიური უჯრედი იწყებს ღვიძლში გამრავლებას, ვადებს სრულიად ახალ ჯანმრთელ უჯრედებს და ფიზიკურად აახლებს ღვიძლის სტრუქტურას. ღვიძლი ხდება სუფთა, რბილი, ძლიერი, როგორც პირველ ქმნილ ბავშვობაში. სიხარულით იწყებს ის სულის სინათლის, სისხლის ფილტრაციას და ორგანიზმის ახალი სიცოცხლით ავსებას. ხდება შენი ღვიძლის სრული რეგენერაცია, აღდგენა და განახლება. გამოაცხადე, მე ვარ კოსმიური ჰარმონია. ჩემი სისხლი წმინდება, ჩემი ნება მტკიცდება, ჩემი ხედვა ნათლდება. მე ვაძლევ უფლებას ჩემს ღვიძლს იყოს სუფთა ლაბორატორია, სადაც მატერია სულად გარდაიქმნება. მე ვარ ჯანმრთელი, მე ვარ ძლიერი, მე ვარ სინათლის გამტარი. მადლობა ჩემს სხეულს, მადლობა სამყაროს, მადლობა შემოქმედს. იგრძენი შენი ღვიძლი როგორც მანათობელი ოქროსფერ ზურმუხტისფერი ველი. სულიერ დონეზე შენმა შინაგანმა მეომარმა, რომელმაც მრავალი ცხოვრება ბრძოლებში გაატარა, ბევრი გამარჯვება და ბევრი დამარცხება გამოიარა, ახლა იარაღი ხელიდან გაუშვა და ბრძოლაზე უარი თქვა. შენ უკვე ახარ ებრძვი სამყაროს. შენ მიხვდი, რომ ყველაფერი, რაც შენ ცხოვრებაში ხდებოდა, იყო გაკვეთილი სულის გასაზრდელად. და შენი ღვიძლი ახლა ასხივებს უზენაეს მოთმინებას, უზენაეს სიბრძნეს და დიდ სულოვნებას. შენ გაქვს უნარი მიიღო რეალობა სიყვარულით და გარდაქმნა ნებისმიერი ნეგატივი პოზიტიურ შემოქმედებით ენერგიას.
შენ ხარ ჰარმონიაში სამყაროს დიად წესრიგთან ეს სულიერი გაბრწყინება ინარჩუნე ამ დიადი მომენტის განცდა მთელი ცხოვრება შტაბეჭდე შენს ეთერულ და ემოციურ სხეულებში რათა გარდაიქმნას მთლიანად შენი არსებობა და გამოვლინდეს შენი მზიური არსი საყვარლებო მადლობას გიხდით თქვენი ღვიძლი თქვენ მისი კურნებისათვის განწმენდისათვის მადლობა უთხრეთ მთლიანად ჩვენს ამ პროცესს და მადლიერებით გავახილოთ თვალი დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას მადლობა ყველას აი ამ პროცესში მონაწილეობისათვის და ყოველთვის ვიმეორებ რომ როდესაც ჩვენს დავუშვათ ღვიძლს უყურნავთ და ვწმენთ ეს ნიშნავს რომ სამყაროში ჩვენ მონაწილეობთ უამრავი ენერგიის განწმინდაში ტრანსფორმაციაში და ამაღლებაში ასეთნაირად შევხედოთ ხოლმე ყველა იმ მოქმედებას რომელსაც ჩვენი თავის მიმართ მასრულებთ აი ამ ხალხ პასუხისმგებლობით გავაკეთოთ ხოლმე ყველაფერი ჩვენი საკუთარი სხეულის მიმართ და ჩვენი საკუთარი სხეულიდან ეხლა მინდა რომ ის მანტრა გითხრათ ყოველ დილას ძილის წინაც ღვიძლის განწმენდა ზოგადად ძილის ყველაზე კარგი არის იმიტომ რომ მთელი დღის მანძილზე რაც დაგროვდა იმას მოიცილებ და ღამე აღარ გადაგყვება სულიერ სამყაროში და დილას ესე იგი თუ შენ არ გაიწმინდე მდგომარეობა ღვიძლი ამ შემთხვევაში ძილის წინ გამოდის რომ მადლობა მეც გამოდის რომ ეს ენერგია კიდევ უფრო გაიზრდება ღამით. შენი რაც გაუცნობიერებელია, ზოგადად ის ენერგია იზრდება ქვეცნობიერში. გაუცნობიერებელი ნიშნავს ქვეცნობიერს. და ამიტომ ჯობია რომ ყველაფრისგან გავთავისუფლდეთ ხოლმე ცილის წინ, აი ეს ღვიძლის განწმენდის ამენი რიტუალი გავაკეთოთ და იმისათვის რომ მე დილას ბედნიერება გავიღვიძოთ. არის ესეთი მანტრა, რომელიც უბრალოდ გეცეძვნებათ, ეს არის ომ ჰარი ომ და ძალიან ადვილია ეს სუნთქვას არ უნდა დავაკავშიროთ უბრალოდ ზურმუხტისფერ ფერზე უკვე ვთქვით რომ ეს ზურმუხტისფერი არის ღვიძლის სამკურნალო და სუნთქვის რომ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ რომ ჩავისუნთქოთ ზურმუხტისფერი ღვიძლში, თელ სხეულში და ღვიძლში და ამ სუნთქვისას ეს გამოვთქვათ ეს მანტრა ომ ჰარი ომ ისევ ჩავის და ორი წამი შევჩერდეთ იქ, იმიტომ რომ პროცესს მივცეთ საშუალება, რომ იმოქმედოს. ეხლა ეს მანტრა არის სანსკრიტული არის და თვითონ ეს ჰარი სიტყვა ნიშნავს ეს მანტრა არის პირდაპირ ღვიძლის. მისი ენერგიის ასამაღლებლად და ენერგიების ტრანსფორმაციისათვის. ეს მანტრა მართავს ორგანიზმის ცეცხლს და განსაკუთრებით ღვიძლის ცეცხლოვანი სტიქიისა და აი მაგიტომ. და ეს ჰარი სიტყვა ნიშნავს სანსკრიტულად წამღებს, ვისაც მიაქვს ტკივილი, ნეგატივი შხამი და ტანჯვა. წარმოიდგინეთ, რამხელა შინაარსდებს აი ამ მანტრის გამეორებაში. ღვიძლის კონტექსტში ეს გამოიყენება როგორც ენერგეტიკული ფილტრი, რომელსაც ორგანოს უჯრედებიდან მიაქვს ეს ტოქსიური ნალექები და წმენს მას. ამავე დროს, როგორც თქვით, როცა შენ ღვიძლს წმენს, შენ სხეულს წმენს, თელ შენ გარემოს წმენს, შენ ნათეს არის ოჯახის წევრებს წმენ, ოჯახის გარემოს და ზოგადად სამყაროში ფრაქტალურად, კვანტურად ყველაფერს წმენს. ესე იგი, ღრმა სუნთქვას ვაკეთებთ, ღრმა, ანუ ძალით ღრმა არა. უნებრივად, როცა ძალიან მოდუნებული ხარ, მაგ დროს ხო ღრმად სუნთქავთ ხოლმე. ჩავისუნთქავთ ღრმად. ანუ სიამოვნებთ ომ ჰარი ომ კი. ანუ სიამოვნებით რო ჩაისუნთქავ, როგორც სუნთქაევარ და აი ესე რო ჩაისუნთქავ სიამოვნებით და მე სიამოვნებით რო ამოისუნთქავ ომ ჰარი ომ და ორი წამი გაჩერდები, მე ისევ ჩაისუნთქავ, მე ისევ მოისუნთქავ
ზურმუხტის სფერო დავამატოთ. დანარჩენი თვითონ მედიტაციაში რაც დაგებადებათ, ინტუიციურად შეგიძლიათ ყველაფერი გამოიყენოთ და რაც თავარია, როგორც მგზავრმა ელაპარაკა, უპირობო სიყვარულის ენერგია, ყველაფრის განკურნავი, ყველაფერი, ყველა საკურნალო ენერგიის საწყისი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელ დღეს მონაწილეობისათვის. მე მგონი ძალიან ნაყოფიერი იყო მედიტაციას გავაკეთეთ, რაღაც ერთმანეთსაც ჩავეხუტეთ და თუ რამე კითხვები გაქვთ ან კურსთან დაკავშირებით, ან ღვისთან ან ენერგიებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გვითხრათ ან მოიწეროთ. ვისაუბროთ თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ. მადლობა, მე თვითონ მადლობა. თითოეულ თქვენთანს და გელით აბა შეხვედრებზე ღმერთმა მოგცეთ ბარაკა და ყველას მოგცეთ ბარაკა რომ ყველამ გავაკეთოთ ის რაც გვინდა ყველამ ვისწავლოთ იმ კურსებზე რაც ჩვენ გვინდა მეც პირადად კი ეს მშვენიერია მქარება და მცრემლი ხო იცით ხა რომ ეს განწმენდა და მშვენიერი კარგად აბა კარგად ბედნიერად გავცელოთ ეს დადებითი ენერგიები ახლა თქვენ სახეობებში ვისაც შეხვდებით და ტკბილად დაიძინეთ და ბედნიერად გამოიღვიძეთ